მოგესალმებით მეგობრებო მინსკიდან, ბელორუსის დედაქალაქიდან, ბელორუსის საერთოს მიწვევით გახლავართ მინსკში, რათა მივიღო მონაწილეობა 80 წლის სამამულო ომში მიძღვნილ აღლუმზე, რომელსაც თავად ალექსანდრე ლუკაშენკოს დაესწრება. Ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივია. ეს დილით ჩამოვფრინდი და ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, იმიტომ რომ პირველად ვიმყოფები ბელორუსის დედაქალაქში. ეს არის საოცრად ლამაზი, სუფთა და კარგი ქალაქი და ყველას გისურვებთ, რომ აქ აღმოჩენილიყავით. ძალიან ცივია ბელორუსში, მაგრამ თბილი ხალხი არის და აი ამ სიცივეს ნამდვილად ვერ იგრძნობ. Возглавляет торжественное прохождение парадных расчетов командующий парадом генерал-майор Александр Науменко. Кавалерист. Важный элемент, отсылающий зрителей к легендарному параду Победы 1945 года в Москве. Во главе расчета майор Наталья Войцехович. Первым в составе парадных расчетов механизированной колонны движется ретро-расчет техники, на который 4 долгих года наши деды и прадеды ломали хребет фашизма. Парадное шествие продолжает самоходная пушка «Гиацинт-С». Самоходная артиллерийская установка считается отстики комплекса и подготовленные боевые расчеты. На запад ползет батальон, чтобы солнце зашло на востоке. Тропы медалями на потных гимнастерках звенела география Европы. Весна 45-го года, как ждал тебя синий Дунай, народам Европы свободу принес жаркий солнечный май. С Днем Великой Победы! хочу ვიმყოფებოდით აღლუმზე, რომელიც ჩატარდა მინსკში, აი აფასებული ვარ. თქვენს ნაზით ალბათ ეს ყველაფერი და ასაულია ყველაფერი. თითქოს აფარში ვარ, ყველას გილოცავ 9 მაისს მინსკიდან და მინდა რომ ვიცოდეთ, რომ ეს არის მართლა ქვეყანა, რომელიც არის 64 და ვფიქრობ, რომ აი ესეთ ქვეყანა უნდა შევქმნათ.